მოგესალმებით მეგობრებო, მინდა შემოგთავაზოთ ესეთი ბალაკლავა. მე ქუდზე მიდევს ვიდეო, წინა ვიდეო ქუდზე არის და იმ რელიეფით არის მოქსოვილი. ძალიან სქელია, თბილია. პირველად მოგვსოვე ბალაკლავა, მინდა გითხრათ. უცებ ქუდს გსოვდი და გადავიფიქრე და ავდექი და პირდაპირ ბალაკლავაზე გადავედი. ძალიან თბილია, ერთი სიტყვით. და რავი, მოგვსოვოთ ერთად, ხო, კიდე იმის თქვა მინდა, რომ ეხლა დავურთავ ლინკს ამ ვიდეოს, სადაც წინა ჩემი გვერდი ვინც იცის, ჩემ გვერდზე გადმოვა და ნახავს, რომ წინა ვიდეო ქუდით მაქვს მოქსოვილი, აი ამ რელიეფით. ზუსტად ეხლა აღარ მოგვსოვე კამერის წინ ჩავწერე უკვე აი აქედან, როდესაც უკვე ვიწყებ თვლების დაკლებას და ვინც არ იცის და ვისაც არ უნახავს, ამ აღწერაში, ამ ვიდეოს აღწერაში დავურთავ იმ ლინკს, რომ თავიდან როგორ იწყება და როგორ ეს დასამონე მაქვს ესწაფი, როგორ იწყება და როგორ მოვდივარ თქვა სასურველ სიმაღლეზე, რომ იცოდეთ. დავიწყოთ ეხლა ქსოვა. ვქსოვდი ბალაკლავას და ვიფიქრე მეთქი, მოდი ჩავწერ ვიდეოს, იმიტომ რომ ბალაკლავაზე მე ვიდეო არ მაქვს. მოგვსოვე, ეხლა გეტყვით, სადამდე თბილი ძაფია ძალიან 100 მეტრი, 100 გრამი 155 მეტრზე. მოგვსოვე 17-18 სანტიმეტრის სიმაღლეში და ეს რელიეფი, ნახეთ, მიდევს წინა ვიდეო მიდევს ზუსტად როგორ იქსოვება ქუდი ამ რელიეფით. დავურთავ აღწერაში ამ ვიდეოს ქვემოთ ლინკს, სადაც როგორ უნდა მოგვსოვოთ აი ეს რელიეფი ნახოთ. თუ არა და ჩვეულებრივ რითაც გსოვთ, როგორ რელიეფითაც არ უნდა გსოვდეთ, მოგვსოვეთ სადღა 17 სანტიმეტრი სიმაღლეში და მე შემდეგ უკვე დავიწყოთ, მე ორ ფერში მოგვსოვე, ხა შავის დრო არის და დავიწყოთ, ეგ იწყება რიგი. როგორ იქნება, ხო, ანუ ბალაკლავა როგორ იქსოვება. 68 თვლისგან შედგება ეს ჩემი ქუდი. 68, ჩემი ციფრი, ამ შემთხვევაში 3-ზე უნდა გაიყოს სადღაც და 20, 24 და 24 ესე დავკავე. სადღაც 20 თვლამდე წინ ჩავკეტავ, ეხლა ვნახავ. აი, შევხედავ ეს რადგან სქელი ძაფია. შეიძლება ნაკლები თვლების დახურვა დამჭირდეს. არ ვიცი, პირველად ვქსოვ ბალაკლავას, დაახლოებით ხვდები როგორ იქსოვება და თქვენთან ერთად მოვსინჯო. მოდი ვნახოთ, ეხლა უნდა მივყვეთ თან რელიეფს, როგორ იქსოვება, ისე არ უნდა დავარღვიოთ ეს ნაკსოვი, რომ ლამაზი გამოვიდეს. ანუ აქ ამ შემთხვევაში პირველი იქსოვება. ხო და ისე დავხურავ, რომ 4 ეს რელიეფი 4 თვლისგან შედგება. აი ეს არის ამის რელიეფი. რომ 20 თვალს თუ დავხურავ, ზუსტად ჩაჯდება 20 თვალი. დაიხურება და შემდეგ უკვე აი ნახოთ, ყველაფერს გეტყვით 1 2 3 4. აი ხა რომ დავიწყოთ დახურვა თვლების. 1 2 ამას გადავატარებ, აი ესე. ეს 1 თვალი. ეს 2 თვალი. 3 თვალი. 4 5 თან უნდა ვუყურო, რომ სახეზე დაიხურება. პირველად გსოვ კიდევ ერთხელ ამო, ძალიან გრძელი არ გამოვიდეს. შეგიძლიათ ჩამოვაცოთ ბორს, ნუ ვისაც უგსოვთ და მოაზროთ რამდენი თვალი. აი მე მგონი ეს საკმარისია 18 თვალი, ხო? ფიქრობ, კარგია. აი ჩამოვაცრებ და გეტყვით. 19 თვალი დავხურე და ეხლა უნდა გავაგრძელოთ ქსოვა. ესე უნდა წავიდეთ. რელიეფს მივყრები, ანუ როგორ არის? ხო, ქსოვა 1 2 3. ნუ მოგვსოვე ხა ბოლოს ჩავალ 1 2. აი აქ უნდა მოვიდე, აი აქ. აგი, ანუ ამ ბოლოში მოვიდა, ეხლა უნდა პირიქით მოგვსოვო უკრიდან. აი. ვიცით. უკან უნდა წამოვიდე, წვეზე ვერ წავალ, ხო? იმიტომ რომ ესენი ჩავკეტე, თორე ესე გაგრძელდებოდა ქსოვა, ამიტომ ვიღებთ ძაბს და უკან მოვდივართ. პირველი გადაგვაქვს და მე რელიეფს მივყვები ამ ჩემ შემთხვევაში. 1 2 3
ეს გადამოქვს. მოვიდეთ ამ მოვლაში მე რელიეფს მივყვები და მაგიტომ მიჭირს. მე მივყვებით ჩემს რელიეფს. თქვენ როგორც გაქვთ ის ნაკსოვი მოგსოვეთ. ეხლა რა ხდება? აქეთ ვერ წამოვალთ, ხო? ამიტომ ჩვენ აქედან უნდა ავიღოთ თვლები. ისევ იმდენი, რამდენიც მოვაკელით. მე მოვაკელით 19 თვალი, ხო? მე მგონი დავთვლი. კი, 19 თვალი, ხა მას მოვჭრი აქ. და შემოგიერთდებით. მოდით ეხლა კარგად აგიხსნათ რა ვქენით. ეხლა ცოტა არეული ვიყავ, იმიტომ რომ პირველად ვქსოვ ბალაკლავასთან ძაფით, არეული ძაფით, მე რო ეხლა ეს ერთ ფერში მომექსოვა, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ორ ძაფში ვქსოვდი და საერთოდ არ ვქსოვდი მე. ბალაკლავას ვქსოვდი ქუდს და შუა გზაში გადავწყვიტე, რომ მოდი მომექსოვა ბალაკლავა, ამიტომ მოგიყვებით, რომ მოვედი აქ, თქვათ დავუშვათ თქვენ ერთი ძაფით გქსოვთ, არ მიაქციოთ ყურადღება, რომ მე ორი ძაფი მაქვს. მოვედი აქ, დავხურე 19 თვალი. მე გავაგრძელე ქსოვა, მოვედი აქ, შემდეგ შემოვატრიალე ქსოვა, იმიტომ რომ აქეთ ვერ წავიდოდ თვლები არ მქონდა, წამოვედი უკან და ვარ აქ. ეხლა ამ ძაფს ვჭრი, ამ ძაფს რაღაცა ისე მოვჭრი და რას ვაკეთებ? ეხლა ვიწყებ აი აქ თვლების აკრიფას, უნდა ავკრიფო 19 თვალი, რაც მოვაკელი, ის უნდა დავამატო ეხლა, ხო? ამიტომ შავს ვამატებ, ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ შავი იქნება ქვედა და ზემოდანაც რა ეს ბალაკლავას გადაფარვა ხონდეს შავი, უნდა ავიღო, მოკლედ. ასე ავკრიფავ ჯერ პირველ რიგში ავკრიფავ ჩვეულებრივ ორ თვალს და შემდეგ ვამატებ სხვანაირად. ნახეთ, ავიღე ეს ძაფი, აი ესე შემოვახვიე 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 და 19. აი დავთვალოთ ახლა. ნუ მოკლედ მე 19 ავიღე. ეხლა ვიღებ ესე ჩამაგ. ესე. და უნდა გადავაბათ ახლა ეს ძაფები ერთმანეთს. თან ისე უნდა გავაკეთო, ეს უნდა გავასწორო ჯერ პირველ რიგში, რომ რელიეფი არ დავარღვიო. ჩემ შემთხვევაში რელიეფი ასე შედგება. პირველი ქსოვება. მე რელიეფს მივყვები, კიდევ ვამბობ, რომ თქვენ ასე არ გხსოვთ, თუ ამ რელიეფით არ გხსოვთ 2 3 ეს მოვიტანოთ 1 2 3 1 2 3 გადმომაქვს 1 2 მოვიდეთ აქამდე ბოლომდე. მოვედი თითქმის ბოლოში ვარ, ჩემ შემთხვევაში მე აქ ძაფი მხვდება და ამიტომ რელიეფს ვაგრძელებ. 1 გუმა, ესე 1 2 და აი ხა უნდა მივაქსოვოთ ჩვენი დამატებული თვლები. უნდა გავასწოროთ ჯერ. აი ესე. ეს ეს ნაწნავი ქვემოთ. ესე. მივყვები რელიეფს, ესე იგი აქ იყო 1 2 3 ამ შემთხვევაში ხა რელიეფის უნდა გავყვე, ხო, უნდა გავყვეთ. ამას მოვჭიმავ. ეს გადაგვაქვს
ერთი ორი სამი ეს გადაგვაქვს ჩვეულებრივ ვაგრძელებ ქსოვას ისევ იმ 19 თვალს ვამატებ 1 2 3 გადაგვაქვს 1 3 თქვენ თუ ჩემი რელიეფით არ გსოვთ ჩვეულებრივ მიაგსოვთ ეს იქნება წაღმართლები თუ უყუღმა თუ თქვენი რელიეფი არ აქვს მნიშვნელობა ერთი ორი სამი ეს გადაგვაქვს ორი სამი და ეს გადაგვაქვს მე მგონი მოვედით უკვე ხო სამი კი აი ჩაჭდა ჩემი რელიეფი ჩაჭდა всё ვაგრძელებ ქსოვას აი ეგ უკვე წარმოიქმნა მას მე მოვჭიმავ და გასწორდება ეხლავე გავაკეთებ ყველაფერს ჯერ 1-2 წელს დავარტყავ და მე უკეთ გამოჩდება უკვე ყველაფერი გავაგრძელებ ქსოვას თავარი იდეა აჰა всё ვაგრძელებ ქსოვას რელიეფად დაჭდა პრინციპი გასწავლეთ მორჩა მეტი არაფერი მე უკვე როდესაც ავამაღლა იმასაც ჩავწერ როგორ ხურავ რანაირად ხურავ როგორ აი ცოტა ხანში განახებთ ახლა მივიდი აქეთ ბოლოში თქვენ შემთხვევაში არ ვიცი როგორ გსვათ ჩვეულებრივ გააგრძელებთ ამის მოხსოვას მე რელიეფს მივყვები რელიეფის ზოლებს ვითვლი თვლებს ვითვლი კაც მოვჭიმა აი ესე ორი სამი всё ფიქრობ უკვე ძირითადი ავხსენი და დაგიბრუნდებით უკვე როდესაც თავის დახურვას დავიწყებ მაღლა აქაც მოიჭიმება და ლამაზი იქნება აი ახლა უკვე უნდა დავიწყოთ დახურვა აი მე ქსოვა გავაგრძელებ მშვენიერია თავზე დავაფარე მე კუდის ლინკს დავდებ სადაც ამას ქსოვ კუდს ქსოვ და იქ მიხვდებით ვამბობ როგორ ხვდებით როდის უნდა დავიწყოთ დახურვა ჩამოვაცოთ თავზე და შემდეგ უკვე ესე მოჭიმავ და თქვენ თუ მიხვდებით რო არის თუ არა დახურვის. ეხლა უნდა 3 რიგი მოგხსოვო ამ დახურვაში და უკვე იქნება ზუსტად ის ზომა რაც მჭირდება და აღარ ჩამოეფხატება და ზუსტად გამოვა. ეს უკვე სიმაღლე არის 9 სანტიმეტრი. ეხლა დავიწყოთ როგორც იმ კუდზე ვაკეთებდით. რახან ეს რელიეფია, ასე ვხურავ ამას, თორე ვინახოთ თუ თქვენს ესეთ გსოვთ, მაშინ ესე მოგიწევთ, თქვით, მოვედი იმაზე რა ქვია, მარკერთან. ამას მოგხსოვთ უკუღმა. ამას წაღმა. და ეს 3 უკუღმა არის ჩემ შემთხვევაში. 3-ს გსოვთ უკუღმა თვალით. ეს წაღმა. ეს ისევ 3 თვალი მაქვს, უკუღმები, ამიტომ უკუღმად გსოვ. წაღმა. 3 უკუღმა. ეს რადგან ჩემი რელიეფი არის, ესე ითხოვს დახურვას. თუ თქვენ სხვანაირი რელიეფით გსოვთ, ჩვეულებრივ დახურავთ თვლებს. მე ბევრი ვიდეო მიდევს კუდებზე, ამიტომ ერთ-ერთი აარჩიეთ და ისე დახურეთ, რომელიც გინდათ. ის ვიდეო აარჩიეთ და კუდით დახურეთ. როგორც იქ მაქვს ისე. მოკლედ, აი ამ მარკერამდე მოვალ ახლა ესეთი დახურვით. მოვედი.
თითქმის აქ ვარ. ერთი ეს რახანაკეთ 2-ია, მარკერს მოვაძრობ. ამას უკან გადავიტან და ამ სამ თვალსაც, ბოლო სამი თვალიც დაიხურება. ვინც უყურა ჩემს წინა ვიდეოს ქუდზე, ის ხვდება ეხლა რას ვაკეთებ. ეხლა всё, ერთი წრით უკვე დავხურე. ეხლა ჩვეულებრივ სურათის მიხედვით ვგსოთ წაღმა, უკუღმა, რომ გასწორდეს ეს თვლები. უკუღმა, წაღმა, უკუღმა. არაფერს არ ვაკლებ. ამ იმაში რიგში. ეს უკუღმა. წაღმა, უკუღმა. უკუღმა, წაღმა, უკუღმა. მე ძალიან მომწონს ეს რელიეფი, ძალიან მოდაშიც არის და ადვილი მოსაქსოვია ქუდისთვის, ლამაზი გამოდის ქუდი. ეხლა ერთი ბიჭის მოგსოვე შავი, ისეთი ლამაზი გამოვიდა, შავითაც ძალიან ლამაზი გამოდის. ეხლა ამას ჩემს შულს ვგსოვ. 7 წლის არის, 56 გარშემო წერილობა აქვს, 56 თავის და 68 თვალი, სრულიად საკმარისია ამ ძაფით. ეს არის 100 გრამი 155 მეტრზე. სქელი ძაფი საკმაოდ. მოვედი იმასთან მარკერთან. ეხლა ორს ერთად გსვთ, აი. ამ თვალს შემოვატრიალებ, რომ ესე ლამაზად დაჯდეს. ამას და შემდეგს ერთად გსვ. აი ესე. ამასაც შემოვატრიალებ. ერთად გსვთ. ნახეთ, აი ესე ლამაზად რომ დაჯდეს. შემოვატრიალეთ. ყოველთვის ეცადეთ, რომ თვალი აქეთ იყურებოდეს, აი. ესე რომ ჯდებოდეს. ამაზე არ მეყო. ესე. ესე შემოვატრიალეთ. მოგსოვე მარკერს მოვაძრობ. მოვედი ანუ აქ ძაფსაც მოვჭრი ახლა. აი ესეთღაც ესე. და ახლა ეს უნდა გავუყარო თამაში. ესე. და უნდა გადმოვიტანოთ აი ესე გვიჭირავს. ესე. ესე გავაკეთოთ. და ამ მახატზე უნდა გადავიტანოთ ეს თვლები. აღარ გვინდა, ამას მოვჭიმავთ და ჩავალთ დაბლა. აი ამ წრეში ჩავალთ დაბლა. ეს. და შემდეგ უკვე დავმალავთ ამ თვალს, მჭიდროთ, რომ არ გაიხსნას ეს თვალი. მაგალითად აი ესე წრეზე წავალ შიგნიდან. შევხედო საიდან მოდის, აი ესე შეიძლება. აი ესე. სულ სხვადასხვანაირად ვმალავ ხოლმე ამ ძაფს. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული პრაქტიკაში, რომელი უფრო მოგწონთ. თავარია ძაფი იქით მხარეს არ გამოჩნდეს და თავარია არ გაიშალოს და დანარჩენი როგორც გინდათ ისე დამალეთ. გვერდებზე ძაფებს დავმალავ. აი ესე. შიგნიდან შევიტან. დავამთავრე მოკლედ, ძაფები დავმალე.
აქ მივაკარი handmade-ი. ეხლა ეს რადგან პირველად მოგხსოვე. რა მაქვს ჩემ თავთან შენიშვნები ამის მოგხსოვა ოდნავ. ეხლა ხო გავზომე 9 სანტიმეტრი იყო, შეიძლება და რომ ყოფილიყო 10-იც აიტან და კარგი იქნებოდა, მაგრამ არც ეს არ არის ცუდი, ძალიან კარგია, უბრალოდ ვისურვებდი რომ 1 სანტიმეტრით მეტი მომექცოვა. მაგრამ ეს გაირეცხება, კიდე შეიცვლება, სხვანაირი გახდება და უკეთესი გახდება, რა თქმა უნდა, თვლები ჩაჯდება და ეს ცოტა გაიწელება და ამიტომ მაგის იმედი მაქვს რომ გაიწყოს მერე კარგი გახდება, მაგრამ საერთო ჯამში ჩემი მისია იყო რომ მენახებინა როგორ იქცევა ბალაკლავა და რა მგონი გავართვი თავი, ერთადერთი შენიშვნა მაქვს რომ აი ეს 1 ან 2 სანტიმეტრით ოდნავ ბევრი მოგხსოვოთ. всё, სხვა არაფერი ხა დავაფარებავს და განახებთ როგორია უკვე ქუდი დაფარებული თავზე.